შუაღამისას რატომ მოვედით ტურაზე სანადიროდ? ესე გადმოვატარე მინდრიანზე, ესე უნდა მოგიყვება. ძალების ყეფაც მისმის. ჩვენ უნდა გავუშვათ ბუნებაში ხოხობი, კაკაბი, გნოლი დიდი რაოდენობით. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. თეცხაროში მივდივართ, ახლა თეცხაროს რაიონში მივდივართ სანადიროდ, გამოხშირვაზე, ტურაზე და ბიელზე. იმედია შედეგიანი გვექნება. კარგი მოლეკულები არის, უკვე კარგადაც გამოჩნდა ტურაც და მგელიც. და შედეგიანობა გვექნება, სოფელსაც დავეხმარებით და იმედია ჩვენც თითოეული ჩვენთაგანი გავისვრით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, იმიტომ რომ მე როგორც წესი ხარ გეუბრებოდით კიდევაც და ალბათ გაიხსენებთ ჩემს სიტყვებს. მიუხედავად იმისა, რომ სეზონი მთავრდება სანადირო, ჩვეულებრივ ვაგრძელებთ ნადირობას მტაცებელზე, ოღონდ ხაზგასმით მხოლოდ და მხოლოდ ლიცენზირებულ ნადირობებს დავესწროთ ხოლმე მეგობრებო. თქვენც საკუთარ რაიონებში, რეგიონებში მოიკითხეთ, კვოტები არის უკვე გამოყოფილი. თითქმის ყველა რაიონში, ასე რომ ძალიან გთხოვთ, მოგვეხმარეთ, თუ სადმე რამე პრობლემა წარმოიქმნება, ერთიანი ძალებით მოვაშოროთ ბუნებას მტაცებელი და აუცილებლად მინდა აღნიშნო, რომ ახლა ვინაიდან რადგანაც უკვე სეზონი არის, ახლა აღარ შეიძლება უკვე კეთილშობილ ნადირზე სროლა. დიდი თხოვნაცაა და მოთხოვნაც, როდესაც მოიწყობა მსგავსი გამოხშირვები. არავითარ შემთხვევაში კეთილშობილ ცხოველზე იარაღის სროლა ახლა არის კანონითად დავჭერდი და ასევე სულ ადამიანურ თვალსაზრისითაც ძალიან არასწორი საქციელია, არც მონადირულში, არც კაცურში და არც არსად. მოკლედ ჩემი თხოვნა არის, რომ მხოლოდ და მხოლოდ მოვახდინოთ გასროლა მტაცებელ ცხოველზე. რატი? ამ შუაღამისას რატომ მოვედით ტურაზე სანადიროდ? უპირველეს ყოვლისა აუხსნათ ჩვენს მაყურებელს სად ვართ. ახლა ვართ ჩვენ თეთრწყაროს რაიონის სოფელი ჯორჯიაშვილი. ჩემი უსაყვარლესი სოფელი არის, ბავშვობიდან აქ დავდივარ, ნადირობ, ყავს ძალიან კარგი მეგობრები აქაური. აქ გვაქვს ჩვენ რამოდენიმე ხევი. დიახ. სადაც მხოლოდ დილის საათებში, ანუ ღამის საათებში შედის და როგორც კი რიჟრაჟი იწყება, ტურა გადის. აქ არის პატარა მორეკვა, რამოდენიმე კაცის ნომერი არის. და ანუ გათენება და ტურის გასვლა ერთი არის, ხო? ანუ ღამე შემოდის რომ სოფელი დაატეროროს, ასე რომ ვთქვა, და როგორც კი მზია მოდის, ეგრევე იწყებს გასვლას. აი საინტერესო ვარიანტია. ეს იპარება დილის რიჟრაზე გადის უკვე რა. ასე რომ ამიტომ წინაზეც აქ ვინადირეთ, საკმაოდ შედეგიანად ვინადირეთ, მე და გიორგი ვიყავით ერთად ჩამოსულები. გიორგი მას კარგი გასროლები განახორციელა, მეც კაი გასროლები განვახორციელე. დღეს კიდე იმედი მაქვს, რომ დღეს ცოტა უფრო მეტი შეგხვდება. წინაზე 3 ცალი იყო. როგორც კი გათენდება, მე ბიჭებიც ჩამოვლენ უკვე. ხო, ეხლა ადგილობრივები, ხო? ადგილობრივები, ეხლა ჩემი მეგობარი ვეფხო, წავა და სარექს სახლიდანვე დაიწყებს, ასე ვეთქვა, ზაღლებს სახლიდანვე გაუშვებს. ხელა რაოდენობით არის სოფელში შესული ტურა, რომ პირდაპირ იქიდანვე ფაქტიურად ღამე რო გამოდიან ფეხით. გზაში ხვდებიან, ესე შუა გზაზე როგორ დარბიან ეს ორღობეებში ტურები. კი. ნამდვილად სავალალო სიტუაციაა. როგორც მოგეხსენებათ, მეგობრებო, ტურა სოფის მატარებელი არის და მოსახლეობაში შემოსული ტურა სამწუხაროდ ახერხებს ძაღლებთან შეჯვარებასაც კი. მე ამ ბუჩქიდან გავჩერდები. აგერს კარგად ჩავიმალები.
რო ამოვა ხევიდან ყველა ვარიანტში ასე მოინდომებს გადმოსვლას მინდოდი ალბათობით. ნახოთ. ესეთ ყველაფერი ხუთიანზე იქნება. შეჩეულმა ადგილმა გაამართლა. ტურა ამოვიდა ჩემს წინ ამოსასვლელიდან. სანამ დავინახავდი ხმა, გავიგე, თავი მივატრიალე და ზემოთანოვრიდან ჯაფსუნამ დამეყვირა კიდეც უკნიდანო. მომდეთ ყველაფერი კარგად დამთავრდა ჩვენთვის და ცუდად ტურისთვის. დავებოდით აქ ისეთი ადგილი არის, შეიძლება კიდე ამოვიდეს. ეს გამოპარულს გავდა ნამდვილად. ძაღლები ალბათ რაღაცა სხვას უყეფენ. კარგი დევნა არის ქვემოთ ძალიან. წესით რომელიმე ნომერთან რაღაც უნდა გამოვარდეს. მიუხედავად იმისა, რომ სარკი გაგვცდა და ყეფა ჩემს წინ გავიდა, იქაც ნომერი არის სხვათა შორის, ხევის იქით ამ მხარეს. მაინც ძალიან ყურადღებით უნდა იყო ადამიანი, ყოველთვის არის ალბათობა, რომ გამოპარული ტურა ან თუ გაგვიმართლა მგელი ამ მოახევში. სავარაუდოდ კიდე ერთი ტურა არის აღებული. ეს მეორე გასროლა უკვე საკონტროლოს გავდა. ძაღლების ყეფაც გაჩერდა. რაც მე მგონი ლოგიკურ დასასრულს მივახლოვდით. არ ვიცი, არ ვთქვია არავის. იდექი ჯაფსონ, იდექი. მერე რა, ქვემოთან ნომრები რო ამოვლენ, მერე ავიშალოთ, ხო? მეორედ გამოვიდა, ხო? სად? ჩემს პროცესს ძალიან ხენში იყო და აზრი არ გქონდა. მართლა? გასროლამდე თუ გასროლის შემდეგ? გასროლის შემდეგ. არა, მე სხვა ქვემოთ რო ისროლა. ქვემოთ რო ისროდა მახამდე. ხო და ალბათ ეგ არის. შენ კარგად დამიძახე, მე კი ხმა მესმოდა. სანამ დავინახავდი უკვე მოვბრუნდი. მაგრამ ჯიგარი ხარო დამიძახე, სწორად ქენი. თუს და რო გამიარა უკვე. ა ჩემკე რო არ მოტრიალა და უკვე შენ გზაზე იდგა დაგიძახე. მოგლი გუკა, მოგლი. არა ბიჭო, რას უნდა გატყუებდეს გაცილებული. ბიჭო, რაზე ვკარიფობ? ნახე რა ჩასუფებულები არიან. აქ ორი ამოვიდა. ორი ამოვიდა? მეორე აღარ გადმოვიდა. და ის იყო ალბათ რომელსაც თქვენ ესროლეთ. მე ვუყურებდი და ჩემგან ისე იყო რომ ესროლა. ხო, ან ხეებს ან გაიტანდა ტყვია ან ვერა რა, სულ ხეებში იყო. ხო. და ვაცადე არ ვესროლე და შემოტრიალდა ქვემოთ ტყეში და სავარაუდოდ ეგ გამოგივიდა თქვენ. მოგეთ კარგად იყო ჩაკეტილი. 3 წელი ტურა იყო, უბრალოდ დავაგვიანეთ ჩამოსვლა. აქარობას უყვარს დილაუთენია, იმიტომ რომ ღამიანად გადის, ახლა რომ მოდიოდის უახალ-ახალი კლუბი იყო რა. ზეგი საით წარმოიდგინეთ სოფელთან ახლოს სავსე არის ტურა რა. ძალიან კარგი, ორი გამოიხშირა, გიორგი. გიბოცავ. ასევე ბატონო რატი. მადლობა. თუ გინდათ შემდგომ კადრებს მოგცემ $1,000,000, შვენიერი კადრები მაქვს. $1,000,000. $1,000,000, შვენიერი. თეორიუდობის
მაგარი ძაღლები ყავთ ძალიან. კარგ ხმებზე არიან, კარგი დევნა იყო. მაგრამ მე მინდა აღვნიშნო აუცილებლად აი ეს პატარა. ეს პატარა. ეს როგორ გასდე? შენ შედი ეს არის რაც არის. პატარა არის რაც არის, არ მოიწი. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. არ ვიცი ჩანს თუ არა. სამი ადამიანი იქიდან მხარეს გადავიდა, სამი ნომერი იკეთება. მე აქ გავჩერდი. ჩემს ქვემოთ კარგი მინდორი არის და თუ გამცდა და მინდორთან გავიდა ქვემოთ ჯაბსონა მიდგას. თუ მაღლა ამოვიდა აქ-აქეთი ამოსასვლელი მეორე მანქანებთან. და გადარბენა გადაწყვიტა ამ ნახნავებზე. მე ვიტყვი გამარჯვებას. ესეთი ლამაზი ხედი გვაქვს დილიდან. ხამე ცოტათი მოთოვა. მარტივი გასატანი არის კვალი. კულებიც კარგად ჩანს. ძაღლები გადასარევად მუშაობენ. ძალიან კარგად და იმედი მაქვს, რომ ეს მორეკვაც ძალიან კარგად დამთავრდება ჩვენთვის. ძალიან შორიდან სარეკიდან ყრუთ მოისმა 4 გასროლა. ეს არ გავდა სარეკის გასროლას ალბათ გადააწყდნენ უკვე მტაცებელს. ჩემს წინ რაღაცა გაირბინა. ვერ გავარჩიე ძაღლი იყო თუ ტურა. მინდურის იქით. აი. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ვთქვი. შვენიერი. ძალიან მცირე, მაგრამ თეორიული შანსი არის, რომ თუ იქიდან წამოვა მდინარეს არ გადავა, გამოუყვება მდინარის ნაპირს და შეიძლება აი ამ ამოსასვლელზე ამოვიდეს. ისე თუ წავიდა ჯაბასთან გავა, ჩემთან ძალიან ციცაბო აღმართი არის არ ამოვა. თუ ამოვიდა ისე ამოვა. დევნა გვიახლოვდება მარცხნიდან სარეკის მხრიდან. იმედია რაღაცა კარგი მოყავთ. კარგად მოყავთ. ვახ. ნაწილი ძაღლების აი აქ დასდევს. ორი ბიჭი წავიდა მონადირე. აი აქ თუ ამოვიდა დავხვდები. აქეთკენ ჩემსკენ არ ამგონია რომ გამდეს. ძალიან ციცაბო აქვს. ნუ თუ გამოვიდა აქ ავართ მეც და ჯაბსონაც ქვემოთ დგას. ახლა გადაირბინა ერთმა ტურამ, გამოეპარა ძაღლებს, არ არიან დევნაში და აი იქიდან გამოვიდა, შევიდა აი ამ წვრილიან ხეებში. ძალიან საინტერესო დევნები იყო. ეგეთი რამე მოხდა რა.
სარეკიდო დაიწყო, ნუ რაღაც გარკვეული დროის შემდეგ ჯაბამ განახორციელა 2 გასროლა, მაგრამ ძალიან ბუჩქნარში ვესროლეოდა. სავარაუდოდ ის ტურები გაუვიდა, ძაღლები გაყვა ნაწილი და დევნა იყო. დაახლოებით 15 წუთში, ალბათ 20 წუთში შეიძლება რატი მესროლა. გვესმის ყეფა ქვემოთ ხეობიდან ერთმა ტურამ მინდორი გადმოჭრა და მდინარესთან ან ჩაიმალა ან მაღლა აყვა ხევს. მოკლედ გავართ ველოდებით. ეს არის ნადირობა, ხან ისია, ხან ასე. ხან გაგვეპარება, ხან ვესვრით, ხან ისეთი გზით წავა, რომ გგონია, რომ აქ არ უნდა წასულიყო ან ამოსულიყო. დაველოდოთ. რაო პატარა. ესე გადმოატარე მინდრიანს, ესე უნდა მიზეზი შეიძლება. ესე გადმოდის. ესე შედა. აი ხომ ეს იქ ავდექი ჩემ ნომერში, ჩემი საყვარელი მაყulis ბუჩქი ისე ჩემს ზემოთ ბატონი ზეზო დგას ფერდზე, ძალიან კარგი ადგილზე, კარგი ხედველობა აქვს. მეც დავიკავებ ახლა ჩემთვის განკუთვნილ ადგილს. რატი და მარლენი ქვემოთ წავიდნენ. გადაკეტავენ ხევის თავს, რომ არ გავიდეს ტურა და თუ რამე ამოვიდა და აქ გამობძანდა, თქვენი მონამორჩილი დახვდება ბუჩქის უკან და შემაღლებაზე ბატონი რევაზე. მაღლა წაიყვანეს პირველი ნომრისკენ. მაგრამ ტრადიციულად არ უნდა მოვდუნდეთ, იმიტომ რომ გამოპარული ყოველთვის შეიძლება რომ ამოვიდეს ჩვენთანაც. ხო, ხედა, ჩემს ზურგს უკან მიდის დევნა უყურებდი. დიდი ალბათობით ძაღლები გადაყვნენ ტურას გელს. ისე რომ ჩვენ არც კი გავიგია თოფის ხმა. რაც სამწუხაროა. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. მე როგორც მივხვდი, სადღაც შენ ნომერთან გაიარა ახლა. აი ეს უკვე თოფი მქონდა დამიზდებული, უნდა მესროლა რა ძაღლები. ესე ჩემზე მოყავდათ ბილიკზე. ორი ძაღლი აქა ფერიდან ჩამოვარდა და სახი დაეჯახდნენ და უკან გაატრიალეს. ოი მასწავლა. აუ ზე რაბის. აი უკვე სასროლი აი უკვე თითო კლდეებთან გადაიყვანეს, იქითკენ დაძდევენ, ახლა მაინც ჩვენი მორიკვა იქ არის. უნდა გადავიდეთ. ეგ აღარ შემოტრიალდება აქეთკენ. სოფლისკენ აღარ წამოვა. იქენ აღარ წამოვა უკვე. კარგი, მოკლედ დავიდეთ ცევით და იქნებ გადავიდეთოთ. ბიჭო, რა კარგად მოსდებდნენ, არა და თოფი დაღუმიზნო, გაუმრჩეს. ბიჭო, ზეთ ჩემზე მოიყვანა და უნდა მესროლა რა უკან. და უკრიდან ჩავმივარ და ორი ძაღლი დო. მაგრამ რა კარგი ძაღლთან ვეფხო დალაკიშვილი, ჩემი მეგობარი, კარგი მონადირე, კარგი აღმზრდელი ძაღლების, ზოგადად კარგი ადამიანი. ეტყობა რომ კაი აღმზრდელი არის, იმიტომ რომ ესეთ ძაღლით რო ინადირებ კაცი ესე იგი. ეს თვითონ მოყვება ხომ ესე მოხალისეა ხო? მეორე სახლიდან გამოდის აგე იქ. და რომ დაუძახებ ამ გონჩებს ეს მე თვითონ. როგორი აქტიური. მე რო არ მენახა ეს ძაღლი როგორ დასდევდა არ დავიჯერებდი რა, ნამდვილად აი მაგრად დასდევდა რა. ფაქტიურად რომ გავისროლე და ტურა დაწვა,
ცოტა ხანში ესეც მოყვა რა. თავის საქმეს აკეთებს. ოჩაღი ყოფილა. კი, თან როგორი ყეფი დასდევს, იცი? არ გადამრიგა. ეს შვენიერია. პირველი მორეკვა ტურების გამარჯვებით დაამთავრდა. რაც ხშირად ხდება ხოლმე, ხა მონადირეებს არ გვიგვირს. ესეთი განვითარება მოვლენების. ცუდი ის არის, რომ 3 ადამიანი დაგვაკლდა. თბილისიდან უნდა წამოსულიყვნენ ჩვენი მეგობრები. გურამი უნდა წამოსულიყო მაჩიტაზე და ბოლო წუთში გეგმები შეეცვალა. საქმე გამოუჩნდა იმ კაცს და ვერ წამოვიდა და ბატონი არჩილწელთელი შეუძლოდ გაგვიხდა ბატონი. წნევამ შეაწუხა და შესაბამისად ვერც აჩიკო, ვერც არჩილიჩი ვერ წამოვიდნენ. ამიტომ რამოდენიმე ნომერი უყურადღებოდ დაგვრჩა და შესაბამისად შედეგიც ლოგიკური დადგა, ტურა გაგვიძრა იქ, სადაც კაცი უნდა მდგარიყო და არ იდგა. ეხლა დავალოდებით ძაღლების მოსვლას და ცოტა ხანში მეორე მორეკვას გავაკეთებთ. როგორც უკვე მასპინძლებმა გვითხრეს, ლოკაციას შევიცვლით და სოფელს გავივლით ახლა, რომელიც რა ქვია ამ სოფელს? ჯორჯიაშვილი. სადაშო ძალიან მიყვარს ეს სოფელი. ბავშვობაში ხშირად ჩავდიოდი. მაწულ კაცობაში ასე რო ითქვა და გადირობდით ხოლმე აქ. მე აქიდან კიდე მაშინ ტრანსპორტი არ დადიოდა, გზაც არ იყო კარგი და დავრჩებოდით ხოლმე ჩვენს მეგობრებთან და მე აქიდან ფეხით მოდიოდით. აბრამეთში მიახლოებით 15 კილომეტრს, 18 კილომეტრს გავდიოდით ესე ფეხით, რომ აბრამეთამდე მისულიყავით, იქ ვრჩებოდით. მოდიალობდით ასე მეთქვა. აქვე ამოვედით ხა სოფელში ვეფხოს სახლში. 1-2 ძაღლი უნდა დავტოვოთ, ფეხმძიმე ყავს ერთი ძაღლი, რომელიც გამოყადა. გვინდა რომ დავოსვენოთ და ხალხს დავიმატებთ სავარაუდოდ, იმიტომ რომ აშკარად ვერ ყოფნით. ბატონი ვალერი უნდა გავაღვიძოთ, ეხლა რამდენადაც ხვდები და ნუ რამდენიმე ადამიანი ჩვენი მეგობარი კიდე შემოგვიერთდება. სავარაუდოდ აქვე ახლო რომელიმე ხევს გადავკეტავთ. თვითონ ბიჭები ჩვენი მასპინძლები, ადგილობრივი მონადირეები უკეთ გადაწყვიტავენ საით ჯობია ჩვენი ნადირობა. დავდექი ნომერში სიმართლე გითხრათ. დიდაზრს ვერ ხედავ აგდგომისას. აქეთკენ არ შემოვა და ათამოსვას არ გადაწყვიტავს, არ არსებობს. ერთი ვარიანტია წინთი ჩამომირბინა. და აზრი არა, აქ წინთი ჩამომირბინა ბატონ რეზოსთან გადის ისედაც. ერთადერთი თემა რჩება. აი ასე თუ ამოყვა და ასე თუ გადაწყვიტე ამურბენა. ახლა შევხედოთ. მეორე სარეგისტვის ნომერზე ვარ უკვე განთავსებული და უკვე ძაღლების ყეფაც მესმის. რა თქმა უნდა არის ალბათობა რომ წყალს გამოყვის. ამ შემთხვევაში აქედან ძალიან კარგი სასროლი იქნება.
ჩემს წინ ისროლა ვიღაცა მიქით ამ ხრიდან. იმდენი გასროლა იყო, რომ ალბათ რაღაცა კარგი შედეგი გვაქვს ძალიან. არა ცდიან ჩვენამდე მოსვლას რა. როგორც ჩანს, ნადირობა ამით დასრულდა. რატიმ დამირეკა და მითხრა ორი ტურა მოვინადირეო. მოდი უნდა გაჩვენო. ხა მივალ და ვნახო. ეს ქვევითა გაქვს ახლა ეგ მონადირებული ტურა? ეს მონადირებული არის აქ. აი ჩვენიდან ხო. აი ეს რა ვიგედა. თუ გადავალ გამოვიდა მაყლებია უბრალოდ. ეგერაგდი დაღმა ჯენჯამები ეგერას რა ხო ერთი ეგერას აი ტარი თუ ხედავ ეგერად დაღმა დაჯენ აი მის ქვეშ არის კი ხო აქედან კი ჩანს მაგრამ GoPro-რას დაინახავს არა და იქამდე ვერც მივალთ ჩვენ ხო და არ ვიცი თუ შეუძლებელი ჩაზრომა გამოვათრე მაინც დასამახი ყავს ხო თუ მეუდგები თუ არა არა მოდი აგერ ნახო 4 აი ეს ზუსტად ეს ძაღლი ხო ეს ძაღლი რომ მოდის კი ბატონო იქნება გამოათრიოს მოიტანი ლუსი რო იყოს ლუსის მოკოდა ხოლმე არა ხო დაუტრიალდა ხედავ იქვე მოიტანი მართლა რომ მოკიდოს პირიდან გამოიღოს კარგი მოკლედ ეს ერთი აქ არის კი ბატონო ხო თან დასტრიალებს როგორ ხო ჯიგარი ხარ შემოგელო კი ვთქვი მე ჩვენამდე არ უშვებენ ბიჭები ისე კარგად ისვრიან თქო ხო ნუ ტრიალებს კაცო იტრიალოს კარგია თავარია ამოვიღოთ და რა მნიშვნელობა აქვს ინესრის ზემოთაც ისროლეს კი ზემოთაც იყოს როლები სამის როლა იყო ან ორი მიყოლებით მე ერთი დაგონის ვარიანტი ჩემს წინ ვერ ხედავ მე კაც მაგრამ სროლა ხომ ესმის კაი მოზრდილი ყოფილა ხო და ლაგოდეხის ეროვნული პარკიო თუ რაღაცა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებიო გამოაქვეყნა გუშინ Facebook-ზე რომ არისო სოფლის მეურნეობისთვის მოსახლეობისთვის საუკეთესო მეგობარიო სოფლის მატარებელი და ბაჭიების ბევრი შემკრალი და რა გასაკვირი რამე არის ბატკნებზე აღარ ვლაპარაკ ისიც ამხელა არის მე როგორც მივხვდი ისიც კაი დიდი ჩანს ხო ზომა არის უბრალოდ ცოტა მუქფერებში არის ესე იგი, რა ბატონო რეზო მე და შენ არ მოგვიწია სროლა. დავინახე მოკაითხოლე, აგერ გამოვარდა ეგ. მაღლა ხო? ლევანა დაინახე შეტრიალდა და დაურეკე მე ბიჭო ბაზმაიც მაშინ ჩავიდე სიგარეტიო. ეგ ხდება ეგ არაფერი, მაგრამ მე მგონი ეგ ტურა. მე ესრო. აიღო. ისეთკენ მდგომა ბიჭმა. რატის მოუნადირებია ორი ცალი? იქიდან რო წავიდნენ რატი და მალენი. ორი ცალიც დაუჭრიათ. სროლები იყო. კი, სროლები იყო. საინტერესო არის ზემოთ რახნეს ბიჭები. როგორ იყო?
აი ხევის პირში ხესთან ვიდექი და აქ ხარ ბილიკი იყო და ძაღლმა რო დაუწყო ყეფა ხევში ერთი წუთი ყეფიდან და ამოიპარა რა. ამოიპარა ხო? უბრალოდ ბალახები იყო მაღალი პირველივეთი გავაჩერე, მაგრამ დაჭრილი იყო წვალობდა და მე ორი კიდევ ესროლა. გავიგე მე ექსროლები კარგად გავიგე. თქვენ გაიგებდით პირდაპირ. ჩემს თქვი კიდეს რომ ჩემს მაღლა ისროლა სავარაუდოდ მონადირებულია მეთქი რა. პირველივეთი გაჩერდა, მაგრამ წვალობდა და აი დიდია. ხო, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ძალიან კარგი, მოგონი ყველანი კმაყოფილები ვართ ნადირობით, აი შორს არ ვიცი ჩანს თუ არა, მაგრამ მარლენიც მოდის და რატიც ისინი გვახარებენ ორი ცალი. ამათ მოინადირეს, რატიმ ამოიღო ბუნებიდან და ნახოთ. მოვიდნენ და დაგველაპარაკოთ. კარგი დღე გამოგვივა. მეორე მორეკვა მორჩა. აქეთა ფლანგმა რატიმ და მარლენმა ანუ იქიდან ვინც გავიდნენ. ორი ცალი ტურა აიღეს და ორი სავარაუდოდ დაჭრილი არის. მეორე მორეკვაც მოვჩით ფაქტიურად საკმაოდ წარმატებულად. შედეგიანი იყო. ეხლა რას ვაპირებთ? ახლა ვაპირებთ მესამე მორეკვის გაკეთებას. ვფიქრობთ რომელი გავაკეთოთ. ისეთი მინდა რომ მარტივი იყოს და ბევრი იყოს. ხო და აქ ახლა ძალიან ბევრი იყო. მიახლოებით 10-მდე ტურა გამოვიდა. რამდენი გამოვიდა მონადირებული საერთო ჯამში? ორი ცალი მე, ორი აქ 4 მონადირებული, ორი მე დაუჭერი კიდე დაჭრილები რო გადავიდა, მაგრამ ერთი მგონია კიდე დავარდებოდა, იმიტომ რომ ძაღლებმა დევნა გააჩერეს, აღარ იყეფებოდნენ. სავარაუდოდ დავარდა და ბიჭებმა კიდე დაითვალეს 4 ცალი, რომელიც აი ესე გადავიდა, აი მიმართულებით. დიახ. ახლა მას მიკრიბე და მიხვდები რა ეს გამოვიდა. კარგი. მათამდე გამოვიდა რა. ანუ ეხლა ვაპირებთ კიდევ ერთი სარეკის გაკეთებას, ხო? ახლოშივე? კი, ახლოშივე გავაკეთებთ. ისევ აი ამ ტერიტორიაზე ვიტრიალებთ, რომ ამ სოფელს პატარა შვება მივცეთ, რომ დედალა და კვატა აღარ შეუჭამოს. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. მოვედით ადგილზე, სადაც მესამე მორეკვა გვინდა რომ გავაკეთოთ. ძალიან ჩალიანი ადგილი არის და როგორც ბატონმა რეზუმდანა, ცოტა რთული იქნება აქედან ტურის გამოყვანა. ეს აბსოლუტურად ვეთანხმებ. სამი კაცი მარცხნივ წავიდა, გამოსასვლელებს ჩაუკეტავს. ჩვენ ვეცდებით 4 რომ კალი გავაკეთოთ. და ეს პერიმეტრი ჩაგერებ, მომეწავალ და იგივე გაწილებაზე რა. ერთი კაცი ერთმა. სულ ოთი შეხედე მალე აი ქონა დაგკინა. ისე გამოსაქცევი ხარ ჩალები და შეიძლება ჩალეში დიდხანს ატრიალოს რა და ესე რა. მალე დაიწყება მესამე მორეკვა. გადავნაწილდით უკვე ნომრებში. ჩემს მარცხნიდან გოგა არის, იქით ბატონი რეზოა, მისი მეგობარი და აქეთ უკვე ჩვენი მასპინძლები არიან გადანაწილებულები. რატის მოუწია ფაქტიურად გაუვალე გზის გავლა. ჩემს წინ ხედავთ როგორი სიტუაცია აქ, რა ვიცი. რთულია გავლა, მაგრამ რატი მოახერხებს. ხევის მეორე მხარეს უნდა გადავიდეს, რომ თუ ტურა გამოვიდა, იქიდან უკეთესად დაინახავს. თქვენ ის ნებართვით ეხლა ჩავთავ სიჩუმეს. დავდექით საკმაოდ ჩუმად მიწევს უკვე საუბარი, ახლოს ვართ. ჩემს ქვემოთ მარლენი დააყენა, რატიმ თვითონ გადავა ყველა ვარიანტი იქით ამ მხარეს რა. ველოდებით რომ სადღაცა ესე გამოვა ქვემოთ გავიდა მარლენი და ხდება ეს მონაკვეთი ჩემზეა, ასე ვთქვათ. ნახოთ მოვლენები როგორ განვითარდება.
მეგობრებო, მოკლედ ამით დასრულდა ჩვენი ნადირობა. მესამე მორეკვამაც წარმატებით ჩაიარა, იმიტომ რომ ერთი ჩვენმა მეგობარმა მოარტყა, გარანტირებულად იცის რომ მოხდა, იმიტომ რომ შეჩერდა და შემდგომ წამოხდა და ისევ გააგრძელა სირბილი. მე როგორც მივხვდი, რატი შენ დააწიე ეთყობა მაგას, მაგრამ ძეძვიანმა ბოლოს უეჭველი დადო იქ რა შედეგი. იმიტომ რომ ვეღარ გადმოგვეჭდა ძეძვიანი. ვეღარ შევიდი იქ აგდია, ისინი ყვალიც აქ მოდის სისხლიანი რა. ო, მით უმეტეს. გადაღებაც მოახერხე გონია რა. გადაღება მოახერხე. უბრალოდ სამწუხაროდ მეორე ტყვიად კაისას პირველი ვესროლი 2 ნომერი. ხო, ვერ გავაჩერე 2 ნომერს. 2 ნომერმა ვერ გააჩერა. ხო. და მე მეორეზე ტყვი არ გადამიტენა, არ ვიცი რატო. სანამ ხელით ამოვაგდე და გადაუტერე. ტყვია მანამდე უკვე წვლიანშიც მივაყოლე რა. ჩვენ და სამწუხაროდ იყო კიდევ სავსე მართლა. რამდენი ტურა არის ამოღებული ამ წლების განმავლობაში და მე პირადად მქონდა იმედი, რომ ნაკლები იქნებოდა ბუნებაში ტურა, მაგრამ როგორც ვამჩნევ, ეს პრობლემა ისევ და ისევ დგას ბატონო რეზო რა. კი ბატონო, სწრაფად აკეთებს საკუთარი პოპულაციის აღდგენას. როცა საკვებზე დიდი იყო კონკურენცია, ბუნებრივია, რომ ძუ გაზდიდა 1 ლეკვს ან 2 ლეკვს. როცა კონკურენცია შემცირდა, შესაბამისად შეძლოდა ზრდის მეც, გამოკვება უნდა 4-5-6 წლის ხანდახან. ამდენად 2-3 წელიწადში შეიძლება აღიდგინოს საკუთარი ის ალოგიკური რიცხოვნობა, რაც ცუდია. ეხლა გაზაფხულის დადგომის წინ ეგ არის აუცილებელი ღონისძიება, იმიტომ ჩვენ უნდა გავუშვათ ბუნებაში ხოხობი, კაკაბი, გნოლი დიდი რაოდენობით და ამიტომ აუცილებელია შემცირდეს დაცებელი. ეს ღონისძიება ეს არის რეგულირების ღონისძიება, ბალანსზეა საუბარი, არა ამოწყვეტაზე. უბრალოდ ვიდაიდან ძალიან ცოტა ფრინველი უნდა აღვადგინოთ მისი რაოდენობა. ამიტომ წინასწარ გაზაფხულზე ყოველთვის უნდა შემცირდეს დაცვლების რაოდენობა. გარდაუვალი ღონისძიება. მარლენ, დასკვნითი ეტაპისთვის შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ გადასარევად ჩაიარა ნადირობამ, შედეგი გვაქვს. დიახ, შედეგმა მე კარგი საქმე გავაკეთეთ. გული გამიხარა, რომ მართლა რაღაცა პატარა შვება იგრძნო მე მგონი სოფელმა. რა ყოველ შემთხვევაში აწი იგრძნობს ესე უცბად რა თქმა უნდა ვერა, მაგრამ მე მგონი ეხლა ის დრო მოვიდა, რომ ჩვენს მასპინძლებს ხელი ჩამოვართვათ. დიდი მადლობა გადაუხადოთ გაწეული შრომისათვის, დახვედრისათვის და ჩვენთან ერთად ნადირობისთვის და გავეშუროთ გუდიგორის გზას მედაში. კი ბატონო, კარგი აზრი არის. მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა თელს შემადგენლობას. გენაცვალეთ გულებს სამწუხაროდ. ბიჭებო, ყველას უღრმესი მადლობა შემოგევით. ძალიან დიდი მადლობა რა. და იმედია კიდე შევხვდებით და სიგეთით შევხვდებით.